აი წვეთ-წვეთად ერმა და ბერმა აგერ ჩვენ ახლა რო გქონდეს ის ჯოჯოხეთური მოცემულობა რო ეკლესია როგორც აი აქ 80% შემორბიან ხოლმე მაგის და საწერად რო აქამდე სადიყავით ხმას არ იღებდეს აზრი არ ექნებოდა საერთოდ ლაპარაკს კი არა რა ვიცი ამაზე ამოსუნ თქვასაც კი მაგრამ ჩვენ როგორც ხედავთ წინა პატრიარქიც და ახალი პატრიარქიც აგერ არ ვიცი ლომივით არის რა ვიცი ენერგიით იმხელა ენერგია შემოიტანა და აი როგორ სიხარულით მინდა აუნიშნო რომ ერთ ადგილზე არ გვინახია კაცი გაჩერებული სულ გამოდის და ადის ხალხ ეკლესიიდან გამოვიდა და ხალხში ხადაგებს და აი სადაც დღესასწაულია იმ ტაძარში მიდის და რა ვიცი რა და აი ძალიან დიდი იმედიანად ვარ ძალიან დიდი და ძალიან დიდი იმედები ჩნდება ზურგი ამ მიმართულებით და ერმაც და ბერმაც ეკლესიამაც და აქ ცალკე არ გამოვა მეგობრებო რომ სახელმწიფო არ არის რომ რაღაცა ეკლესია ცალკეა ვიღაც ხალხი ცალკევაც რაღაც თავრობა ცალკეა ესეთი რაღაცა უნდა დავივიწყოთ და ეს ერთად უნდა მოხდეს ერთობლივად ასევე კაცო უნდა ჩაერთოს აქ სპეციალისტები იურისტები მეცნიერები ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს საქმეში ეს ხალხი რო ჩაირეცხა მეგობრებო ბრწყინვალე ხალხი ქვეყნიდან გააქციეს ვინც აქ არის ხო ან ტაქსაობს და რავი ან სახშია ჩაკეტილი ხო უკეთეს შემთხვევაში რა თუ არ გააფრენინეს კიდევ ვინმეს ხო და რა ვიცი ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს საქმეში უნდა იყოს დისკუსიები ჩვენ უნდა მივახციოთ პირველი ჩვენი მიზანი რაც არის ადამიანების ჩვენი დების ძმების რა ვიცი ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით ადამიანი რომ მიხვდება რომ ეს კაცო დანაშაულად უნდა გაფორმდეს აი უმაღლეს დანაშაულად მოდი რო იცის ადამიანმა რომ თავის შვილს კლავს ხო მოდი მერე გადაწყვიტოს აბა მოკლავს თუ არა იმაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე სახელი უნდა დაერქვას კაცო რომ ეს კვლელია შვილის კვლელი აბა ვნახოთ მერე რამდენი შემცირდება მარტო ამ ქმედებით რამდენი შემცირდება რა იატაკქვეშეთში გადავა ამას რომ თავრობა გიყვებათ ხალხო რა ვიცი იმ თავრობას პირდაპირ კრასკა უნდა დაასხათ მინიმუმ თავზე საერთოდ უნდა გადაღებოთ და ჯარში უნდა გადააგდოთ არა კახი ახალი გაუგონარი ახალ კანონს დაემორჩილე კრასკა არა ნელსაწყებელი ხო მე მკრეხელობაში დაგვდებენ მენელსაწყებლებს აღარ არის გაგვაფორმებენ